დღეს Prime House-ში ნახავთ. დღეს გეძლოთ საშუალება მიიღოთ ბონუს ხმა, მოწონება ან არ მოწონება და ეს ძალიან დიდი პრივილეგია. მე რო პროექტში ყოფილიყავი როიალ მედაში ძალიან გავუკეთებთ ერთმანეთს. აქ ამოვა ყველაფერი უბედურება ახლა. ჩვენ ორი ადამიანი ვართ სტრესის ქვეშ. მეორე სერია, მოდი ვიბრიდები. კაცი და ჭორიკანა. ფუ. გააქვთ ვინმეს მოფიქრებული ვის ასახელებს? თავის დაცვა გვიწევს მეგობრობა. შუქშუქ. ადამიანი როგორ უნდა იყო ესეთი გაბოროტებული? მაშინ მე მიწევს წესები დავარღვია. ყველა წესი აბსოლუტურად. ჩემი ანებმა ჩაგიგდეს შენ ეგ ვიდეო. მინდა რომ პროექტი მოიგოს ქალ. გავიმართოთ. შევიცვალე ლოკაცია, დროები არ ხან იქით ვარ, ხან აქეთ ვარ რა. თვლი რომ აქეთ ამ მხარეთ ძალიან ლამაზია და მით უმეტეს ჩემი უკან ბანერი არის, რომელიც მაყურებლისთვის გახდა გუშინ უკვე რაღაცა ისეთი მესიჯისავით. ისევ გაისმა მორიგი ჭორაობა სხვადასხვა სახლებიდან ჩემზე დაუსრულებლად. ზოგი განიხილავდა უბრალოდ ოდის დავესახელებინე, ზოგი განიხილავდა იმას, რომ თურმე რა სტრესში არიან ჩემ გამო თუ რაღაცა და შემდგომ აქედან რო გავეცით პასუხი რომ ისმის ყველაფერი დამშვიდით როცა წამოვიდა ორი ცალი ორჯერ ნასროლი ბანანი შენ რა თქვი? რა ვთქვი? რა თქვი? ჩემთვის თქვი, ისე ვაჟღერებ. ისე ვაჟღერებ. შენ? რატო? იმიტომ. რატო? ბანანზე მეტის ღირსი ხარ გესწავლე. და წყობიდან გამომიყვანო? მე? ზერო. შენ მეტი არაფერი. შენ მეტი არაფერი არ გჭირდება. შენ მეტი არაფერი არ გჭირდება. სხვა რაღაცაში რო ხარჯონ ენერგია, პირიქით იმაში არიან 24 საათი ბრძოლაში, როგორ გავაგდოთ გიორგი ნაზღაიძე პროექტიდან და მე ვერ გავიგებ ისა დაუშავე. მე ვარ ჩემთვის. ისინი არიან ბევრი და თავისთვის. არა, просто გუშინ თქვი რა ვიცინეთ. მაგარი. ეს რა იყო? ეს რა იყო? რა სამწუხარო რომ ვერ ვტვირთავ თორე. დილამში დავიწყე. გიო. როგორ ლანძღავენ მეორე დღეს როგორ გესალმებია? ჩა. მოვლეხა სალომეს ბალიშის ქვეშ ედო ბალო. მე დადანი. ვაი. საჩაუდიეთ. ვაი. კეთრი ხმაცად ვიციო შენ და. სალომე მისროლა ის ბანანი მე ვაფშე არ ვიცი რა მოხდა. ისროლა. შენ მიმართულებით ისროლა. ერთი ჩემი მიმართულებით ისროლა და არ მომხდა. მე გიორგის მიმართულებით ესროლა და მოხვდანო. იმან თუ ისროლა მე დაუდე. ძალიან დიდი განსხვავება. იქნებ შენთვის არ უსროლი. ალა მეც იქვიტექი. სალომე ერთადერთი არის გაფსხებული იმაზე რომ ოჯახს შეეხნენ. რა შეეხნენ კეთი? ანი მაშინე აქ არ უნდა იყოს ნახსენები გარეპირი. ჯერ აქედან დავიწყოთ ერთ-ერთი მოდი რეალურად ვიმჟელოთ რა შეურაცხყოფა მიაყენეს მაგის ოჯახის წევრს. ანუ ადამიანთან ერთად ცხოვრობ, წარმოიდგინე და ვიღაცა უცებ გეუბნება რომ იცი ეს შენი ოჯახის წევრი არ არის, ეს უბრალოდ ვიღაცაა რა. ჩემი აზრით სალომე უნდა გათხოვდეს ძალიან მალე. მე ვფიქრობ ესე. ჩემი კომენტარი არის ესეთი. რაც შეიძლება მალე უნდა გათხოვდეს.
რატომ მოვიდა მაშინ? ესეთ მდგომარეობაში თუ იყო და ესეთ ცუდად თუ იყო, რა ემაზანებოდა და რა ეშთეგებოდა მითხარი? რა ეშთეგებოდა, ხალი თუ ცუდად იყო. მოვიდა და გამოფინა, ეგ ნორმალურია? კაი რა. ეგ არის აზრის გამოხატვა. რა აზრის გამოხატვა? აზრის გამოხატვა,ანი ვერავის ვერ ეტყვი, რომ შენი აზრი არ ეს გამოხატვა. თავის აზრს გამოხატავს, თავის დასაცავად, თუ ამ ხელა კაცია. შენ როგორ ფიქრობ, ეხლა ეს კაცი დადგება და მოგისმედ როგორ ყველა ეჩხუბება? ვინ ეჩხუბება,ანი? ჩემი მეც თუ არ ეჩხუბებოდეს ყველა. და თუ არ უნდადეს ამის გაკეთება მეოთხე კვირა უკვე. შენ თქვენ თუ გონიათ გიორგი რახან ესეთ კაცს და მაგრად კაცს, გიორგი იცი რა დღეში იყო? არავინ არ იცის. როგორი ცუდად იყო. განსხვავება რა არის, იცი? გიორგი აქ არის, მაზან აღარ არის. ხვდები? და ჩვეულებრივი მაზან არის, ჩვეულებრივი შენაირი, ჩემნაირი, გიოსნაირი და სხვა მონაწილებისნაირი მონაწილე, რომელიც აღარ არის პროექტში. ვიდი, ბასტა. თმის იმენა შეაყარე კიდე ცერცვია, ვაფშე სხვა რაღაცას გიხსნი, ვაფშე სხვა რაღაცას მეუბნები. მაგას ვახსნიდი, რომ არავინ არ იბრძვის, არავინ არ არის მის წინააღმდეგ და ცოტა ისეთ იმას ქნას თქვა, რა ქვია, ცოტა რაღაცები გადახარშოს მინდა, მაგრამ არ ვიცი გაიგო თუ არა მართალი რო გითხრათ რაც უთხარი, ის როგორც მე მინდა და ისე უთხარი თუ არა, ეგეც არ ვიცი. მამაზე ციერი რო ჩამოვიდეს, ის ვერ შემიცვლის მე აზრს ცხოვრებაში. დილა მშვიდობით და მეგობრებო, მე ეხლა გავიყიდე, ეგრევე გავიმზადე ავდექი, თმას ვისწორებ როგორც ხედავთ და ვაპირებ რომ ყავა დავლიო. ჩემი დილის რუტინაა ეს. კოფის და ყავა არის ჩემი ფავორიტი დილის დასაწყისი, აუცილებლად უნდა გავიკეთე ჩემი საყვარელი double espresso. ჩემი აზრით კიდევ ერთხელ უნდა ვცადოთ, რომ ყველაფერი დავიწყოთ თავიდან. მართლა ძალიან ყელში ამოგვივიდა ყველას ეს შერიგების კვირები, აი დღეიდან სულ ამბობთ, მაგრამ ჩემი აზრით კიდევ ერთხელ უნდა ვცადოთ. რა ლამაზი დილა. მოკლედ, რაც მაზანა აღარ მყავს, მიწევს სულ მარტო ვარჯიში. ძალიან დამაკვდი მაზან, მინდა გითხრა, არავინ არ იწელება ჩემთან ერთად, მხოლოდ შენ იყავ ისეთი ადამიანი, რომელიც დილას მოდიოდა, მაღვიძებდა და მეუბნებოდა, რომ წამოდი ვივარჯიშოთ და ეხლა მხოლოდ მე დავრჩი და დღეს რო ვივარჯიშებ, ეს ვარჯიში ეძღვნება მაზანას. სალო. აბა როგორ ხარ? თავს როგორ გრძნობ გუშინდელი დღეს მე? კიდე ძალიან ნერვიულობ. ემოციურად როგორ ხარ? აი პრობლემებს რო გქცე, კიდე რამე ფრაზა ჩემი მიმართულებით გასროლენი რო არ დავინახა. გადავწყვიტე რომ აქ ვიყო ოთახში, მაგრამ პრობლემა ამოვა ჩემთან. მე ვერ მოვით, მე რა ვქნა. მაშინ მომიწევს წესები დავარღვიო. ყველა წესი აბსოლუტურად. და ის წესი, რომელიც არც თქვეს უბრალოდ, იმიტომ რომ ისედაც ვიცით, რომ არ უნდა დაირღვეს, აი მაგ წესების დარღვევაც მომიწევს. ეს არ არის თამაში, ეს რა თამაშია? მაყურებელი უყურებს რეალურ ომს. ერთი ადამიანის წინააღმდეგ და ანა ეხა არის გაწირული ამ ბავშვი ჩემ გამო. გადაეკიდნენ ეხლა ანას. ლაშას გულშემატკივრების გადაბირება ხდება, ვინ გადაიბირებს ლაშას გულშემატკივარს. რომ ამით მეტი მხარდაჭერი ყავდეთ. ლაშას ვინმე დარჩენა რომ დომოდა ხალხო,
როგორც მე თავის დროს ტატოს როდესაც აგდებდნენ და გამოვედი ჩემი სიტყვით და ვიბრძოლე ტატოს დასარჩენად, შაბათის ლაივზე იქ ჰქონდათ ამ მონაწილეებს ყველას შანსი გამოსულიყვნენ და სიტყვით დაეცვათ ლაშა. არავინ არ დაიცვა ლაშა, არც ერთმა მონაწილემ არ დაიცვა ლაშა და შემდგომ რომ მოვიდნენ სახლში, ზოგმა რა დადგა სცენა, ზოგმა რა დადგა და მოვიდნენ ვითომ იმით ლაშა დავაბრუნოთ. ლაშა კი არ დავაბრუნოთ, ლაშას ხმები გვინდა ჩვენ. აი ეს იყო. გუშინაც ხან ვინ გადაიბირებდა ლაშას ხმებს, ხან ვინ და მე მგონი მაყურებელი და ლაშას გულშემატკივარი ძალიან კარგად ხედავს რეალურად რა ხდება. მე ერთს მადლობა რომ ვიგინები არ ვიწყევლები და შვილი მეძდება და ძალიან მაგარი შვილი მეძდება და ჯადოებს არ ვაკეთებ კიდე. დედის გინებაზე მარტივი არაფერი არა დამიჯერეთ, არაფერი არა დედის გინებაზე მარტივი, მაგრამ აი იმ შეგინების მერე ამ ყველაფრის გამოსწორებაა ძალიან რთული და სამარცხვინო. და ჭორაობა ის არის, ყურში რო ჭორაობ და არა ის რომ კამერის წინ ლაპარაკობ. არ არის ეგ ჭორაობა. თან კარგად ვიცი ჭორაობა რა არის. აქ უნდა იცდესო? სანამ აქაც არა იქნება, ავიდიდო თავიდან, მაგრამ აქ ნახე. აქ ამოვა ყველაფერი უბედურება ეხა. არაფერი უბედურება არ ამოვა, ანუ არც ჩვენ აქ ზოგი ანუ საღი ადამიანი, ვინც ანუ რაღაცებს ვიტყვით რას ქვია, ანუ ამოვა. აქ ერთი საღი ადამიანია მარტო. აქ ერთი ადამიანი აზროვნებს, მაგრამ ისიც ხარბლია. ესე გადამიწყვეტეს, რომ მე აი ესე უნდა ვიჯდა. გააზრებული მაქვს, რომ შეიძლება გაფრთხილება მივიღო ამის გამო. მაგრამ მეორე მხარეც აქვს ამ ყველაფერს, რომ მე მინდა პრობლემა ავიცილო თავიდან. მინდა რომ ჩემ მიმართულებით გასროლილი ფრაზები უბრალოდ თავი ავარიდო რა ამ სიტუაციას. მონაწილეები და ხა თურმე სტრესის ქვეშ არის, სტრესის ქვეშ ისინი არიან თუ ჩვენ ორი ადამიანი ვართ სტრესის ქვეშ. დაუსრულებად ყველა ოთახიდან შეურაცხყოფებს რო გვაყენებენ. Привет, როგორ ახარ? რა გახსოვს? ხარ შემოგვერთდები? ოკეი, გამარჯობა. როგორ ახარ? შაბათის სუპერ რეიტინგული ლაივის შემდეგ პირველად ხვდებით ჩვენ, როგორ ხართ? გადასა. დღეს რა დღეა თუ გახსოვთ? ჩელენჯის დღეა, რომელსაც ვიგებთ დამატებით დისლაიქს ან ლაიქს. ახ, შეახწესებით დავიმახსოვრეთ, ხედავ, ძალიან კარგი. კი, დღეს ნამდვილად ჩელენჯის დღეა და დღევანდელი გამარჯვებული მოიპოვებს უპირატესობას, რომ მიიღოს დამატებითი ბონუს ხმა ჩვენგან, რა თქმა უნდა, ეს ლაიქი იქნება თუ დისლაიკი უკვე ბოლოს გავიგებთ ამ ყველაფერს. ხო და ამ თამაშისთვის დღეს ჩვენ წავალთ ბრუკლინ ბასკეტბოლ აკადემიაში. ჩავატარებთ ამ თამაშს. უნდა გამარჯვებულს ისინი გამოავლენ. არ მოდი ხარ? რატო ცუდად ხარ? ოკეი, კაი. ექიმი რამე? კაი ბატონო. კარგი, დანარჩენებს შეგვიძლია წავიდეთ. მამა ჩემის კარატის წრეზე, ხა მამა ჩემის მოსწავლეები დაგჟეჟავენ ყველას ერთად. გავედი დანიშნულების ადგილას. რა, არ გადაგიხოთ და მოგო ვაფშე ყველას, ანუ რომ თუ შეიძლება რა ოპერაცია. აი ვაფშე ყველა მზად ვარ. აი ჩემი პატარა გულშემატკივრები. ნერვიუ. მაგრამ მიხარებს, ეჩ ძალიან მიხარე. აი ამაზე მეტად არაფერი არ მახარებს, ესე რომ უხარიათ ჩემიდან ხო მაგაზე კაის ვერაფერს ვერ მოგცემს ვერც ერთი შოვა. დღევანდელი თამაშის შანსები მე და ავთოს ალბათ უფრო მეტი გვაქვს, მაგრამ მე მაინც ვიძახი რომ დღეს მე არ ვიქნები როგორც კალათბურტელი, მაგრამ თამაშიც კიდევ ერთხელ გავმეორდები, მე ავთოს და ანას კარგი შანსები გვაქვს. მეგობრებო, მოგესალმებით, ჩვენ ვიმყოფებით
ბრუკლინის კალათბურთის აკადემიაში და ამ ჩელენჯის ჩატარებაში დაგვეხმარებიან აკადემიის დირექტორი გუგა პატარაია, მწვრთნელები ვასილ მჭედლიშვილი და ვაჟიკო მეტრეველი. კარგი, მეგობრებო, მე მგონი მზად ხართ, ხო? მოდი უცებ აგიხსნით ახლა წესებს. 9 მონაწილე ხართ, თითოეულს მოგეცემათ 40 წამი და 40 წამში რაც შეიძლება მეტი ბურთი უნდა ჩავაგდოთ ფარში. აქ მოგეხმარებით მწვრთნელები, ბურთს სწრაფად მოგაწვით, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩააგდოთ ბურთები. აუცილებლად ძალიან უნდა მოინდომოთ, რადგანაც დღეს გეძლევათ საშუალება მიიღოთ ბონუს ხმა, მოწონება ან არ მოწონება და ეს ძალიან დიდი პრივილეგია არის ამ გადაცემაში. ეხა ვგრძნობ თავს ყველაზე მშვიდად, ალბათ რაც ამ პროექტში ვარ. ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე მჭირდებოდა მე მგონი სახლში მარტო დარჩენა, არ ვიცი რამდენად სწორია ჩემი ასეთი საქციელი, მაგრამ ყველასთვის ასე ჯობს. წესები ყოველთვის გასაგებია. კონუს ხედავთ, რომლის იქითაც არ უნდა გადავიდეთ. დავიწყოთ. დავიდა, გო. გოგოებო, უგულ შემატკივრეთ. ნახევარი დრო თითქმის გავიდა. ზუსტად ნახევარი გავიდა. 30 წამი გავიდა. 5, 4, 3, 2, 1, სტოპ. რამდენი ბურთი იყო? 1 ბურთი აქვს გიორგის. დავიდა. Go, 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 go. 20 წამი გავიდა. 1, 3, 2, 1, სტოპ. 1 ბურთი ასევე არის. ლიზი ჯერ 15 წამი გავიდა, ასე რომ კარგად კონცენტრირდი. ლიზი. 2 ბურთი. 30 წამი გავიდა. 5, 4, 3, 2, 1, სტოპ. თეონამ 1 ბურთის ჩაგდება მოახერხა. 1 წავიდა. 1, 2. თითქმის ნახევარი დრო უკვე გავიდა როიალ. 3. როიალმა ჩააგდო 3 ბურთი, ჯერჯერობით როიალი ლიდერობს. ნახოთ შემდეგ. წავიდა. 1, 2. ჯერჯერობით 1 ბურთი გჭირდება აუცილებლად. ავთო ძალიან ცოტა დრო გრჩება. კარგი. 5, 4, 3, 2, 1, სტოპ. 4 ბურთით ლიდერობს ავთანდილი. დავაგდეთ შედეგებს გამოვაცხადებთ სულ რამდენიმე წამში. საბოლოოდ ესე აღმოჩნდა, რომ როიალს და თეონას ჰქონდათ 3-3 ბურთი, მაგრამ ყველაზე ბევრი დააგროვა ავთანდილმა, ამიტომ ამ ჩელენჯის გამარჯვებულია ავთანდილი. ავთო, შენთვის კიდევ ერთი პრიზი გვაქვს, გარდა იმისა, რომ ბონუს ხმა მოგენიჭა, როგორც ვიცი, გოგოებს აქვთ გამარჯვებულისთვის ცეკვა და ძალიან მაინტერესებს. გთხოვთ გოგოებო. ქონდა ძალიან მაგარი ჩელენჯი, გავიმარჯვე, ვარ ძალიან ბედნიერი და ანუ იმდენად გამისწორდა და იმდენად კარგი იყო, რომ აი შემიძლია რომ მთელი დღე აქ დავრჩე დღეს და ვიყო დარბაზში და ვითამაშო კალათბურთი, მართლა ძალიან მაგარი იყო და ძალიან გაასწორა და ძალიან დავიცავდა ემოციებისგან. და როგორც ვიტყვით ხოლმე, let's go!
ერთი თონის პური მინდა და ორი ლობიანი ხო? ოქრა მაგარია. მადლობა დიდი. წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ. მოკლედ ესე იგი ვთვლი რომ ძალიან მაგარი გასვლითი დღე გქონდა, ძალიან კარგად გავერთეთ ყველანი და გამარჯვებული გყავს ვინ თუ არა? ავთო! ხოს თუ შეუძლია რომ ადამიანებს გაუმწაროს აყოფნის პერიოდი და ჩაუშხამოს ყველაფერი, მე შემიძლია რომ პოზიტივი შემოვიტანო და ჩემთვის საყვარელი მონაწილეები გავახარა, როცა დაბრუნდებიან ძალიან ელემენტარული და წვრილმანით. იმ დროს, როცა უკვე დავფიქრდი და გავიაზრე, რომ მარტო ვარ და სახსაკლია, ჟრიამული და ფუსფუსი, გადავწყვიტე რომ ეს ჩემი მადლიერება, რასაც მონაწილეების უმეტესობა გამოხატავს ჩემს მიმართ, მეც ანალოგიურად დამებრუნებინა მათთვის. მე ფუძლებზე დავწერ სამოტივაციო ფრაზებს და ყველას დავუდებ საწოლთან და იმედია რომ ცოტა ემოციას მაინც გამოიწვევს მათში და უნდა გავამხნევოთ ჩვენ ერთმანეთში, ესე არ გამოვა. სულას იყო იმედია გავუხარდებათ. იმედია ცოტა მაინც გავაღიმებ, იმიტომ რომ ისინი ყოველთვის ცდილობენ რომ ჩემს გვერდით იყან, როგორც შეუძლიათ, რა თქმა უნდა. გუშინაც როცა ოთახში ვიყავი, ზოგჯერ ამოვიდნენ, დიდი ყურადღება გამოიჩინეს ჩემს მიმართ და ეს არის ჩემი გულწრფელი დამოკიდებულება მათ მიმართ და გულწრფელი სიყვარული. დანარჩენ მონაწილეებთან უბრალოდ მოვითხოვ სამართლიანობას და ჩემგანაც იგივე დამოკიდებულება იქნება. საშილაცხელა აუზი! და კანცულები მოვედით და ეხა აუზის დროა. Hello! ვაიმე. დაუბრუნდი. ვაიმე. ვაიმე. ხადაო. საყვარელია. მადლობა, სად არის? რო ვიძახი რომ კაცები არ ტირიან, მეთქი გინდა რომ ვიტირო, ეხლა მაინც და მაინც ამ წერილის გამო. წერილი წამომიო ეხლა. ბრუნდები სახლში, ავდივარ ჩემს საძინებელში და ხვდება სალომეს წერილი. სად არის? სალომე. მოკლა. პირველი რაც ვფიქრე არის ის რომ სალომემ პროექტი დატოვა. პირველი რასაც ვფიქრობ, ეს რომ მგონია რომ ეს არის გამოსამშვიდობებელი წერილი და ძალიან უცებ ერთ წამში ძალიან მომაწვა ემოციები და მეგონა რომ სალომე პროექტიდან წავიდა. სად ხარ? გული გაგვისკდა. მაგა შენ ცუდად ხარ ხარ. აუ, აი, რამე წავარ. დედას მისვარ ტირილს ვაპირებდი, რა ქედი, ეს რატო დაგვიტოვე? просто დავალაგე რა, მეთქი გაერგი ვიგო. მაგა ხები მაგინა ვაიმე. ალარდი გიღალდა. ჩემი მიზანი იყო რომ ამ წერილობის წაკითხვის შემდეგ მათ სახეზე ღიმილი დამენახა, აღმოჩნდა რომ იგივენაირად გამიხარდა მათ თვალებზე ცრამლები, იმიტომ რომ ისინი გამოხატავდნენ ჩემს მიმართ სიყვარულს. არო ვერა. გოგო, რაღაცი სამაბანოში არ გითვიცმე. მეთქი წავიდა თქო და ცოტა ძალიან გულისამაჭუყებელი სიტყვები ეწერა და ინახამ წესი დავარღვიე და ჩემი წამომივიდა. მაგრამ ძალიან გამიხარდა რომ სალომე აქაა და კარგადაა და ჩავეხუტე და უთხარი რომ მიყვარს სალომე. სალომე იცოდე აღარ დავინახო, შენ თვალზე ცრემლი მით უმეტეს და მოწყენილი აღარასდროს იყო და აღარასდროს აღარ გაბრაზდე საერთოდ.
მოდია. საჭმელია მზად. რა საჭმელია მზად? იყლიყო ყველით, სოსისი, ნაგეტსები. მე წამოვედი. თან შენ ისეთი ხელით აკეთებ, მაგაზე უარს აკეთებ. გოგო, არ ხშია წამოვჭამოთ. არა. ანსია. რა. შევით? Майти коко. Мама. Лао, патала. Лао ики. გუშინდელი ამბების გამო სალვარი ძალიან მოწყენილი და იმისთვის რომ ცოტა ხასიათზე მოვიყვანოთ გვესტუმრა ვიკი. ასე რომ ეს ვიცი რომ ძალიან გაახარებს და უფრო მეტ პოზიტივს შემოუტანს მას. მოდი წავიდეთ ახლა მოვიყვანოთ ვიკი. წამო შენ მაინც მოიყვანე ხასიათზე. მოდი. ვინ მოვიდაო? იაკე ვინ მოვიდაო? აი ხო ვიცი. მოვინატრე. ვინ მოსურა ჩემი ენერგიები მოვიდა. დაიმალეთ ყველავსო. იყო პერიოდი რომ ვიკი იყო დეპრესიაში და მე მჭირდებოდი და იმიტომ მოვიდა ჩემთან. და ახლა უკვე მე მჭირდება ვიკის ენერგიები. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ცოტა ადამიანობას გამოიჩენენ და ვიკის მაინც არ შეეხებიან აქ. ცოტა სულ აი ამდენი ადამიანი. სულ ვცდილობდი რომ სალომე მოუხოდო, ხასიათზე მოვიყვანო. მაინც იყო ზანდაგურზული, მაგრამ რომ მოვიდა მაგის ვიკი. ღიმილს ვეღარ ვაშორებთ, ისევ ღიმილი გაიჭედა სახეზე. ჩმოკოჩირო. მე მიყვარი ღარტი მოიწადი. ნახე როგორი მზე არის გარეთ. ეციდუცი დოინჯა დაბადაბა. მოდი კარგი დახური როანეს არ გაიღვიძეს. ვაი. ჩაგდე. ჩვენი ვიკი ის ქნა რა პატალახებში აბოი გუნგლა და დაუბანი და ნახეთ აჩვენი ხო. ისე მოწონს სხვათა შორის, ისე მოწონს რომ ვაი. თავისთვის იწვა ძაღლი და ეს ორი მიადგა და ახლა დაუბანოთ. ვაიმე, პრინცესა, რანაირი გახდი? თვითონ არის ზავს იმას ნახე ხარა უნდა ქნა. მოდი, აქ მოდი, მანდარა. ვირთხა მოდი აქ. ზოგადად ვიკი ძალიან კარგ გავლენას ახდენს პრაიმ ჰაუსის ყველა მონაწილეზე აბსოლუტურად. აი მარტო სიკეთე და დადებითი აურა მოდის აი ამ პატელა ჯაგისკანი ჩუკასთან აი ყველას უნდა რომ აი მოიფიროს და შეჭამოს. всё. ეხა გვინდა ფენი. აბა მანახჩილი ისახებას უკუკუ ვაბანავე, გავფრანჭე, გავამზადე და ჩვენ უკვე გელოდებით სტუმარს. ისმის შემიხმა. ძალიან მიხარია გლავ თქვენი ნახვა პრაიმ ჰაუსში. თხოვთ 3-5 წუთში შევხვდეთ მისაღებ ოთახში. მინდა ავთანდილს იულოცო. დღეს გამარჯვება. მადლობა. მას აქვს უპირატესობა, ერთი მოწონება, ან არ მოწონების უფლება, ხვარინდა. კენჭის ხაზზე, ასევე დღეს თქვენთან შემოვა სტუმარი TikTok ქართული პლატფორმის ძალიან პოპულარული ადამიანი, რომელიც იყო შესაძლებლობა რომ ყოფილიყო თქვენთან ერთად. თუმცა გარკვეულმა მიზეზებმა გამოიწვია რომ ის დღეს თქვენთან შემოვა როგორც სტუმარი. გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ ტატა ბლონდი, ტიკტოკერი და ეხლა მოვედი სტუმრად პრაიმ ჰაუსში, რათა ცხოვრებაში გავიცნო ჩვენი კონკურსანტები. გამარჯობათ. რა შვებით, აბა როგორ ხართ? რავი, ვძლებთ.
ხმამ გითხრა რომ შენ უნდა ყოფილიყავი ერთ-ერთი მონაწილე, ხო? ხო, უნდა ყოფილიყავი. აი ხა რო უყურებ როგორ გინდა თუ? მე მქონდა ძალიან ხელი შემშლელი ფაქტორები, მოკლედ რომ ვერ ყოფილიყავი რა Prime House-ში, იქ ბავშვი, ძალიან მაგარი სამსახური და ასე შემდეგ. ძალიან კარგ ტალღაზე რო ხარ თქო, ხანდახან აი რო სვავთ მაგალითად და რო ცეკვავ და რო ერთობით მიფიქრე რომ აუ ეხა შევიდოდი ამ ბავშვებთან ერთად, მაგრად ვიცეკვებდი, დავლევდი, გავერთობოდი და რა ვიცი, არ არის ხოლმე შესაძლებელი პროსტო რომ შემოვიდე დალევის პონტებში. მაინც ხო შემოვხვედი. აბა ვინ არის შენი ფავორიტი? არა, ესე არ ვარ ეხა მე მაგალითად კონკრეტულად რომ ვიღაცაზე ვიყო, აი ეხა გეტყვი რა მე რო პროექტში ყოფილიყავი Royal, მე და შენ ძალიან გავუკებდით ერთმანეთს. უეჭველიც. ოკეი, კაიარისა. ბები, ეს თოთა ხნით შემოვიდა, წავა თოთა ხნით. ჩემი, აი, გულის ფიქრი რაც არის და აი ხასიათი და რაღაცა, აი, მინდა რომ პროექტი მოიგოს ქალმა. სხვათა შორის ამ ფრაზამ რაღაც მხრივ мотиваცია მომცა. უნდა რომ ქალი გაიმარჯოს ღმერთთან. არ აქვს მნიშვნელობა ქალი იქნება კაცი, თორე ღირსეული ადამიანი მოიგოს ეს პროექტი და ღირსეულმა და როგორ თქვა სწორად აი ვისაც ეკუთვნის რა. მე და ვიკი გავაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებისთვის. ყოველთვის არის ხოლმე რომ რატომღაც ბიჭებს უფრო უმესიჯებენ რა და ანუ ბიჭები უფრო იმაში არიან ხო? რაღაცა ბიჭები უფრო იმარჯვებენ და მინდა რომ Prime House-მა პირველივე გამოსაშვებზე დაარღვიოს ესე ვთქვათ ეს და პროექტი მოიგოს ქალმა. გავიმარჯვოთ. ძალიან მოგემატად გამომწერები TikTok-ზე, ხო? ანუ ვინც სიტყვაზე ცნობილი არ იყო საერთოდ TikTok-ზე, იმისი ვიდეოების მე პირადად ახლა რო შევდივარ TikTok-ზე და ვსკროლავ, უკვე თქვენი ვიდეოებია სულ. Prime House-მა ძალიან დიდი როლი ითამაშა, ხო? ახლა მეც რო ვფიქრობ, ითამაშა თამაშობს კიდევაც ახლა. Bullying-ს როგორ იმაშვებით თქვენ? მე მქონდა ერთი კვირა ეგ და გადავიდა, იმიტომ რომ ხოლმე რავი, რამდენ პროექტშიც არ ყოფილა, ეგ ერთი მასშტაბური ჰეითი არ ყოფილა ჩემზე და ეხლა ერთი კვირის რეიტინგულ პროექტში ხარ და ხო, აი ერთი კვირის თემა იყო და რაღაცა გადამიარა, მაგრამ რა დავაკვირდი TikTok-ზე უფრო მეტი ჰეითია ვიდრე ოდესმე სადმე. მე მაგალითად TikTok-ზე რომ გამოვჩდი, იმ წუთიდან სულ ჰეითერები მყავდა, დღემდე ეგრე, იმდენი ჰეითერი მყავს, იმ არავის არ უყვარ ვარ. ან ჩემი კონტენტი არის ცეკვა, ოღონ ეხლა რო თქვა რომ ცეკვა და პროფესიონალი ლიზა და სალომე რო ტრენდებს იღებენ ხოლმე და გოგოები, აუ თეონა და აუ თქვენი ის რა შოკი ვიდეო გიждდებით რამდენჯერ უყურე მაგ ვიდეოს? ანუ რაღაც საოცარ მოძრაობას და თქვენთან შორის დამთაგეს მე. და ეხლა ამათი ცეკვაო და ტატა ბლონდის ცეკვაო, მადლობა. მაქენა გავიგე რომ ეგ ვიდეო გადაიღე. ზოგადად როგორ რჩევს მოგცემდი? მე მაგალითად რჩევას მოგცევდით იმას, რომ მაქსიმალურად მიაწექით რა. ანუ აი რავი მე მაგალითად ესეთი ხასიათი მაქვს რაღაცას რომ აი მე მაგალითად არ მოვედი ხო Prime House-ში. ესე იგი არ ვიყავი მზად ფსიქოლოგიურად, არ მქონდა მდგომარეობა ოჯახური თუ ესე ვთქვათ რომ შემოსულიყავ, მაგრამ თუ შემოვიდოდი და ამ ნაბიჯს თუ გადავდგავდი, აი ყველა ვარიანტში მაინც ბოლომდე ვიქნებოდი. ტატა შენ დაუშვებ შენ ოჯახს ვინმე შეეხოს? არა, მესმის, ხო, ანუ მესმის, როგორ არა? არა, შეიძლება და იგივე რეაქცია მქონოდა, შერაც ქონდა, შეიძლება უარესი, ან შეიძლება ცოტა ნაკლები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ამას და პროექტიდან მე ვნახე დღეს TikTok-ზე, რომ შენ შეყვარებულს ელაპარაკებოდი მოკლედ და ეუბნებოდი, რომ ნუ აღარ გაქვს რა იმის მოღამე, რომ ამ პროექტში გაატარო რა და ანუ გადაწყვეტილი გინდა, რომ ხვალ აუთსაიდერებში დაჯდე და მოკლედ წახვიდე პროექტიდან რა და აი ამ ორს ვერ უკავშირებ ერთმანეთს. ხვდები, ის იქ მოამთავრე. თავარია შენ რა გინდა? გინდათ მოგება? უნდა იბრძოლოთ ბოლომდე. ყველა მაინც ამისთვის ხართ. რა მოსულია? არ ხარ ამისთვის. მოსაგებად ხარ მოსული? კარგი არის ის, რომ ჩვენი სივრცეებიდან მოვიდა ადამიანი და ადვილად გავუგეთ ერთმანეთს ყველანი. კარგი რჩევებიც მივიღეთ, მისი აზრებიც გავიგეთ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. დღევანდელი დღე მე და ვიკი ძალიან კარგად გავატარეთ. კარგზე იფიქრეთ ყოველთვის. აი ნახე, აი სულ კარგზე იფიქრეთ. აი რა მაგარია, ამდენი აუდიტორია გყავს, ამდენი ხალხი გიყურეთ. აი შეიძლება იმ მომენტში გინდა რომ ძალიან დატოვო ან რაღაცა და მე რო დატოვებ ამ პროექტს შეიძლება ის აი რა ქვია, ანუ რო ნახო უკვე Prime House-ის და ისე გული დაგწყდეს. ისე ვერ წავალ აქედან. რო თქვენთან ერთად რამე ტრენდი არ გადავიღო და 1 2 დავიდა.
მოკლედ იმაზე კარგი აღმოჩნდა Prime House-ში სტუმრობა, ვიდრე წარმომედგინა. ძალიან საყვარლები არიან მონაწილეები, მეგობრებო, იმაზე ბევრად საყვარლები, ვიდრე ეკრანებზე ჩანან. ნამდვილად დატოვება არ მინდა ახლა ამ წუთას აქაურობა. წარმატებებს უსურვებ ყველას აბსოლუტურად და აბა თქვენიც იქ გამაგრდით და იყავით მაგრად. აბა დროები. კარგად. ჩვენი სტუმარი. კარგად. მივიღეთ სტუმარი როგორც ეჭიროა საქართველოში. თავარია? თუ ქართველი ხარ? თავარია სტუმარი ბედნიერიც ავიდეს შენი სახლიდან. მოიტანა? იმედია, ჩემ კარზე არავინ ერთვის კოალიცია ოთარ დედას უკან. დაი, გაშალი მიდი, კალო ნუ დამძაბე თავი ამ ხიდან. კითხვა პირველი. აუთსაიდერებში დამასახელებენ თუ არა? იო. იო. ეს კარგი კითხვა. შედები ხო მეოთხეჯერ. იმაზე კითხე. ალალა. მაინტერესებს შემარი გაწირო. ვაივე. შუმად კითხე. არა. არა? არა. მეორე, იგივე მეორე. არა. არა. და მაგის გვერდზე ისა. თუნე ჭამია. არა. არა? აბა ისაა. მოისე. ორჯერ დავჟე. ორი გამოვწევ როგორ. დადგება თუ არა აუთსაიდერებში? დადგება. დადგება. გუშინ სალომე მაივნიდან ვერ მივხვდი რატომ ორჯერ ისროლა ბანანი ჩემი მიმართულებით, რომელიც ერთი მომხვდა ფეხში და ორჯერ შემაგინა დედა აივნიდან. შენ რა? რა? რა თქვი? რა ვთქვი? რა თქვი? ჩემთვის თქვი, ისე ვაჟღერებ. ისე ვაჟღერებ. შენ? რატო? იმიტომ. კაცი და ჭორიკანა. ფუ. შევიგინე, ოღონდ არავინეს მიმართულებით, არამედ ზოგადად სიტუაციაზე. იმას რატო არ მოყვა განხილვა ჯამანა? ვისი მიმართულებით იყო? რატო იყო? მაგაზე თქვა რომ პროსტა უთქვიოთ. მე პროსტა უთქვი, რატო? მეც ნოვიდი, შენ პროსტა უთქვი, მეც ვიტყვი რაღაცა. და ეგრეა და პროსტა უთქვი. წამოშიგნით. აი დედა როგორ შევიგინე იცი აი აფექტურ პროგრამებში ხარ აი ძალიან გაცხრებული ხარ და აი პროსტა რო აი პირიდან რო არა მოგდეს ის სიტყვა რაც აჯდება სიტუაციას აი ჩანგალი რო ძირს დაგივარდეს და დიოც ხარ აი ზუსტად რა აი ზუსტად იგივე სიტუაცია ხა ვარჩი ლოგიკურად მაინტერესებს როდესაც ბანანს ისვრი გიორგის მიმართულებით გინებაც მაგ დროს ემთხვევა ორჯერ ანუ ეს უბრალოდ დამთხვევაა და ამეტი არაფერი თავ დისლაიქს ვის უწერიცი? ანუ დისლაიქი გადაწყვეტილი მაქვს გუშინდელი დღის მერე სიმართლე გითხრათ. მარა ხოლმე კიდე რა მოხდება კაცმა? იმედი მაქვს რომ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებ. გონი არის სწორია. ჩემი გადმოსახედიდან ვიღებ ამ შემთხვევაში. ყველა უნდა დაასახელოს ის ადამიანი, ვინც უნდა რომ დაასახელოს. მაგრამ მე ძალიან დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი აუთსაიდერებში. ოღონდ თუ იქნება სალომე და გიორგი აუთსაიდერებში. სტრატეგიულად გადახედე. პრატო ნახე, მე ოღონდ ვიძახი კოალიცია არ არის ეს. ჩვენი კოალიცია, იმეთი კოალიცია. მე ვიძახი როგორ გგონია, ეხლა მეც მგონია რომ აუთსაიდერი ვიქნები, სალომესაც მგონია რომ აუთსაიდერი ვიქნები. ყოველჯერზე მგონია რომ ვიქნები. მაგრამ მე რას ვიძახი, იცი, სალომე და გიორგი თუ აუთსაიდერებში დაჯდებიან, თუ დაჯდებიან, მე მაგას ვიძახი. მესამე პირი უნდა ვიყო მე. ეს აი იმენა გააფრჩეკებს. გული მერე ვაღონდ მარცხ. ხმებით. ხმებით? აი იმენა 100%-იანი ვიცი. რაც არ ვარ ზუსტად ის გამხადეს. სიტუაცია შემიქმნეს, რომ ქვემოთ არ ჩავიდე და იმ სიტუაციაში არ ვიყო, სადაც ის ადამიანია. მაგარია ძალიან. ეს სივრცეში არ ვიქნები მაგ ადამიანს. მე მირჩევნია ვიჯდე მარტო,
ვიდრე ერთ სივრცეში ვიყო გიორგი ნაზღაიძესთან ერთად. გაგვემხილე რა გაქვს გაკეთებული? მე? ცხვირი, წინმა გორი კვილი გაკეთებულია. აქ ქონდა გატეხილი ჩხუბის დროს, ამას დამიზიანა, ფაიფურები მაქვს ორი. ცხვირი მაქვს გაკეთებული. პირველი ოპერაცია იყო წარუმატებელი. ქუთაისში გავიკეთე და მე თბილისში გავიკეთე მეორე. წარბი ჩემია. წარბი ჩემია. ხო, წარბზე წერენ, ბევრი დაწერესო, ვითომ. რა? წარბებს იკეთებსო. ხვალ არის დასახელება, რასაც მოუთმენლად ველი. ბავშვებო, ხვალ არის დასახელება, როგორც იცით და როგორც ვიცით ყველა. გააქვთ ვინმეს მოფიქრებული, ვის ასახელებთ, ეს გადაწყვეტით თუ ფიქრობთ? ბატონი გააქვთ შენ? ნუ ახლა არ იტყვი ვინ არის? რა თქმა უნდა. სქესაც არ იტყვი. მაგრამ და მიზეზი გაქვს რაღაცა თუ რაღაცა? მიზეზი. თეორია შენ გადაწყვეტილი გაქვს? საიდან გამომდინარე გადაწყვეტე? ამ კვირის თეორია ძირითადად ვისაც ვერ ხედავს შემდეგ ტურებში, მაგას უწევს ხოლმე დისლაიქს. მე ზუსტად ვიცი, ვის უწერ ლაიქს, ვის უწერ დისლაიქს. მეც ჩამოყალიბებული ვარ. მე მინდა რომ ხვალ ჩემი დამატებითი ხმა იყოს დისლაიკი და ამ დამატებითი ხმით გადავწყვიტო თამაში. მე დაჟე ისიც ვიცი დამატებითი ერთი ხმა რომ აქვს დისლაიკი იქნება თუ ლაიკი, მაინც ვიცი ორივეს ვის მიცემ. მე ჩემი აზრით ორივე დისლაიქს მე ავთო დამიწერს. ან თუ დისლაიქს მისცემენ რა, თუ მეორეს დისლაიქს მისცემენ, ორივე დისლაიქს მე მიცემს, ეგ უეჭველი ვიცი 100%-იანი. მე ვიქნები ხვალ აუთსაიდერი. ანუ მე ვთვლი რომ მე ვარ ერთ-ერთი ძლიერი მონაწილე, მოთამაშე ამ პროექტში. და ზუსტად ამიტომ არ მეშინია აუთსაიდერებში დაჯდომის. შენ გონია რომ აუთსაიდერი. მე მგონია კი რა უეჭველი ვზივარ სამ. პატრიკი ესეთი დაწუნებული თავის თავში არასდროს არ ყოფილა და რაც ლიზა. და შუაშია პატრიკი და პატრიკა ვერ ხვდები თუ სულელი ვარ თუ რა. ლიზა და პატრიკი გიწევს. უეჭველი. მე ეგრე მგონია ხა. ვისი დისლაიკი, ვის ლაიქშია, არავინ არ იცის. გულშემატკივარი წერს აქტიურად რომ ანამ სადღაც ორი ხმა უნდა დაიმსახუროს ამ დასახელებაზე. ან როგორ ფიქრობ, იქნება ესე? ვარაუდის დონეზე. არ მგონია მე დამოსახელო, მაგრამ თუ დამოსახელეს, იმის იც ექნება მაშინ ბოლომდე გამოვყვნენ იმ სკამომდე. მე გეტყვი. სავარაუდოდ ანი, თეო და მე. ანუ მე რა შუაში ვარ ვერ ხვდები ვაფშე. ანუ შენ მიწერ ოკეი, მაგრამ ანუ სხვებისგან მე ვაფშე ვერ. მე ხორს გიწერ. და მაგა. და მაშინ ოკეი. ანუ ავთო ჩემს მიმართ შეიცვალა. რასაკვირველია, ეგ ყველაფერი ანუ ჩანს, ალბათ კამერებით ხედავენ, არ ვიცი, მაგრამ მე გგზნობ რა. წიწაკარო ძალიან სენსიტიური ადამიანი არის, ეგ გავიგეთ. ვინ გონიათ რომ ბოსი გახდება? აი, კი არ ვიცი, ბოსი ვინ გონია? მე ძალიან მინდა რომ, ხო, მეც ძალიან მინდა რომ ავთო. მე ამ კვირაში მაგალითად მოგცემდი შანსს რომ ეგახტე ბოსი. კეთი ისეთი გადახედა თეონას რომ რატო გონია რომ რახან წინა კვირას თქვი რომ მეთქი ვერ ხედავ თქო შემდეგ ტურებში, ეს იმას არ ნიშნავს რომ ადამიანზე არ ვაიმე, კეთი მეორედ დავაფიქსირე, ეგეთი. კეთი მეორედ დავაფიქსირე და არა, კეთი დებილი მგონი ვარ 30 წლის ქალი ვარ. უკვე მეორედ დავაფიქსირე. შენთან რამე რომ მქონდეს ვინმეს თუ ჩემ პირდაპირობაში ეჭვეპარება და მოიწევს ის რატო ემთხვევა ჩემი ჩემი ეპარება გეტყოდი პირდაპირ საერთოდ სხვა ამბის გამო გავხედე თეოს გვერდით ჩემ მიმიკასთან თეო ვაფშე რა შეერა რატო გგონია რომ მე ლაიქს არ დავუწევი ეგ უცნი აი მაშინ ბოდიში შემეშალა მაგრამ შენ ხო ძალიან კარგად იცი როგორ და თეო როგორ შეხედეთ ერთმანეთს მე უფრო მგონია რომ თამაში ახლა რაც უფრო ნაკლები ხდებით და უკვე საშიშროება გოგოების წასვლის უკვე ნუ ესეა რა იმიტომ გოგოები არის უმრავლესობაში და გინდა არ გინდა გოგოების წასვლა და ეხა მიდის უკვე გოგოებს შორის შეჯახებები ეგ წავა ეგ მე არავის არ ვეჯახები აგერ ადამიანს ვეტყოდი პირდაპირ რამე რომ მქონდეს შენსაც წაწინააღმდეგო всё ნუ რაღაცები იყო ისეთი რომელიც გაუგებარი იყო მაგრამ ალბათ მოვგვარდით აი ვინ არ არის პირდაპირ ადამიანი ანუ როგორი დაფა გვექნება იცით ხო ყველას ერთ-ერთი დისლაიკი მინიმუმ ანუ საბოლოო ჯამში გამოდის ის რომ აღარ იქნება ის რომ რაღაცა მომენტში ხმის გასროლა ვეღარ ვიტყვით რომ ხმას მონაწილე არა ჩემი აზრით ეხა იმდენად ვამბობთ რომ აი კი ჩამოყალიბებული ხო მაგითო ვიცი ხმის გასროლა აღარ იქნება და ვისწავლეთ და შეცდომებზე ადამიანის სწავლობს არა დროა უკვე გაიშალოს ხმარაზმი ერთი და იგივე დაფაზე დისლაიკები მონაწილეები უკვე რაღაცებს ხვდებიან და ხვდებიან იმას რომ უნდა დაიწყონ თამაში და დროა ერთმანეთი დაასახელონ და არა ერთ ადამიანს გადაეკიდოს ყველა. მე რო ვთქვა ნერვიულობ უკვე სირცხვილია. მე მგონია რომ აუთსაიდერებში გავალ. ცდილობა იქნება იმისა რომ აუთსაიდერებში დამაყენონ. ერთი თვე აქვს და 4 კვირა ყვილა ყოფილი ვარ და ვერავინ ვერაფერს ვეღარ მივხვდით. მართლა ეგრე მეგონება შენ თუ კიდე აუთსაიდერებში დადგები. ერთადერთი მოთხოვნა მაქვს უბრალოდ რომ ის კამი თუ ისევ დავდები ცოტათი კომფორტული დადოთ იმიტომ რომ წელი მткиვა და არ შეიძლება ხა წელის პრობლემები მაქვს უკვე რა ყოველ კვირა შაბათ დღეს.
ხმის მიცემაზე მოლოდინები არის ძალიან დიდი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ხმის მიცემა იქნება. ცირ არის უფრო საინტერესო გახდება თამაში, თუ ამ თამაშს არ მივანიჭებთ დიდ მნიშვნელობას. აქამდე ნერვებს ვიშლიდიცი. აი ის წინაკვირაც არა, წინაკვირის ორი კვირა. წინაკვირის ორი. რისთვის ვერ მივხვდი. აბა ხელი აწიეთ, ყველაზე მეტად ვის უნდა გამარჯვება. გამარჯვება მე მინდა. მეც მინდა. არ გინდათ რამე ვითამაშოთ ხალხი? აი მაგაზე ავდექი მეც. ხათა თავი მტკივა, მეგონი ჯადოს მიკეთებენ. დაიწყო მეგონი და კეთება და წვავს უკვე. ბავშვებო ვითამაშოთ ხო ცოტა ხანში რამე? ეს რა? რამე მოვიფიქროთ. მოიცა ყველა პატრიკ ხო ითამაშებ რამე რომ მოვიფიქროთ მარტივად. არ გიზარდეთ. კაი, გავერთობით. მოდით. მოკლედ ეხლა ვთამაშობთ ესეც თამაში თუ მუსიკას ჩაგვირთავეთ. რომ აი ის თამაში ხო იცით მუსიკა რო ითიშება და სკამებზე უნდა დავჯდეთ არა ჩვენ არ ვჯდებით ვცეკვავთ მუსიკის დროს მაგრამ თუ მუსიკა გაითიშება უნდა გავშეშდეთ ვინც მუსიკის გათიშვის შემდეგ ვერ მოასწრებს გაშეშებას და გამოცრავდება იხდის ან იხსნის რაღაცებს და ბოლოს ალბათ გადეტოლდება და ტიტალიკანა სასტუმალზე ივლის დედი შოპეილა გავიგეთ მეგობრებო გავიგეთ let's go წამყვანი მე ვარ გასაგებია წესები და ვიწყებთ მეგობრებო მუსიკა ეთერში აი მე всё ანა გაიხადე როგორ მდოდა გაიქალო ალბათ ანის უნდა რომ გაიხადოს და ძალით ამოძრავებს ტანს მართლა ვერ გავჩერდი კუკურუკუ კაი გავაგზავნე წავიდა ჩამოყალიბდით მარა რა კაი ერთ ჩუსტს გავი ანი სალომე შე გახდა თუ გინდა გაიხადე პირდაპირ რა ზღელი ამხავ ანი არის იმენე ჩესნიქალი რა რა თამაშდეც არ დაუდებ თუ ერთვება ბოლომდე არა დახავს ნუ არ ჯორედი პატრიკი რა პატრიკი ეს ხელი რომ ჩამოწია მე გაითიშა მუსიკა ზუსტად გავიგე ზუსტად კადრი მეწვე კაი რა კეთი და პატრიკი ეხა არა მე ვსო თამაშობ აი ხა რაც გინდათ ის ითამაშეთ რაც გინდათ ის გაიხადეთ რაც გინდათ ის გოძრავეთ ნახვამდის პატრისია იძინებს გადამეკიდნენი დაუყალეს მუსიკა თქვენ რა გონიათ გავშიშულდები აი რაღაც მომენტში მივხვდი რომ ვეღარ ვტიტულდებოდი და let's go მე თვითონ არ ჩავი ამ თამაში სალომე რა ისაკეთებს? დიდი სალომე. არა ეს. ხო, ჩვენი ხოდი. ვითამ ზედა ქვედა. ხო, ოკეი. დაიწყება. ანა რა შეიძლება? მე რავი მე თქვენ ხართ არა მე ბატმა ტრუსიკი დამიმაგრე გოგო ჩაგძვრება ეგ ტრუსიკი რო იცეყვებ ძიმია ეგ პეტლიჩკა ანუ ხალმა გაიხადა მე ხანუ სადამდე შეიძლება რომ მივიდეს ხო ეს გახდა ანუ სად არის ტოპი გიჟიანი გაატიტულებული უკვე მე ვეღარ ვცეკვავ და მხოლოდ ანის ვუყურებ ანი იხდის ყველაფერს ამ თამაშში ალბათ ეგ დავახსოვდება Yeah, that's ugly. მორჩე თამა. და ამის სრულდება ჩვენი თამაში.
დღევანდელი თამაშის გამარჯვებლები არის როიალი და ანი. ყველაზე შიშველი მონაწილეები Prime House-ში. ყველა ადამიანთან უნდა მოვიქცე ისე, როგორც მინდა რომ მე მომეცი. ტელეფონი მოვიდა გოგო. ლაზნის კალთამ გაკურთხა იორმა პირი გბანაო. აი გეთ შეგინება. არა, გუშინ ადამიანმა მითხრა შენი დედაიო. სალომემ შემაგინა დედა. ეხა ვითხოვო მოვიდნენ ესენი შეხედე ამას გთხოვ. ეხა ამას უსმინე კახი ბოდიში შენთან. ტელეფონები შემოაქვთ, ხსნი Instagram-ს და ძალიან ბევრი SMS-ი მომდის. აბსოლუტურად ერთი და იგივე ვიდეო ლაპარაკობენ ნაზღაიძე და ანი. ვერ დით რომ არის ის მძღნე ამიო. ემოციურად მართლა იმდენად იმოქმედა რომ დავიწყე ტირილი. просто შოქში ვარ. ადამიანი როგორ უნდა იყო ესეთი გაბოროტებული არ მესმის. აი რამ გაგაბოროტა, просто მართლა რამ გაგაბოროტა. ამ ხელა კაცი ხარ, არ გცხვენია. არ ცხვენია როგორც ჩანს. მე ვარი კიდე ანუ просто ანუ კიდე მე რომ ამტყუნებს ანუ ზოგი ანუ იმენაჭყვიდან ვიშლები. აი მართლა ვერ ვხვდები просто ადამიანს ამხელა ზიზღი უნდა გქონდეს. როგორ უნდა გქონდეს ამხელა ზიზღი რომ ეს რა დაგიშავე ხო რა დაგიშავე რატო გადამეკიდა ვერ ვხვდები. აი დამშვიდე არიტი რომ მაგის გამო. მე თუ როგორ გათამამდნენ просто გააქვთ ყველაფერი უკვე რა. გიორგი მოდი ახლა როგორც კაცურად, აი თუ კაცი ხარ. აი მე თამანებე თავი რა, კაცურად რა, გადი ხალო თავი დამანებე, გამანებე. ხალო არ ვარ მე შენი მარა. გოგო, გამანებე ქეთი თავი, კაცურად, კაცივით, უკვე რა ფრაზებით მოდიხარ. ბიჭო, ადამიანურად არ შეგიძლია რაღაცაზე მიპასუხო. ეზოში ვართ, მე და ანივს მოდის ქეთი და მეუნება ესეთ ფრაზებს, თუ კაცი ხარ, კაცურად მოიქეცი. რაღაცა ვიდეო ჩამიგდეს. და დარწმუნებული ვარ რომ შენს ჩაგიგდეს ეგ ვიდეო, ჩემი ანებმა ჩაგიგდეს შენ ეგ ვიდეო და მაგ ვიდეოში ახსენებ შენ სიტყვა მწერი ჭამიას. ჩაი სუცკა ბირჟაზე თუ რაღაც და მეუნება რაღაცა ფრაზაზე ეს ხო შენ ჩემზე თქვი. თუ კაცობა გყოფნის, კაცურად აღიარე რა, ვიზე იძახი. ვიზე იძახი. შენ რა შუაში ხარ? ვიზე იძახი. შენ რა შუაში ხარ? ვიზე იძახი. შენ რა შუაში ხარ? ჩემზე არ იძახი. შენ საერთოდ აი ანუ რამე ფრაზას რო ვიტყვი, ვინმე თქვენ რატო გონეთ ყველაფერს ვიღაცას არა, ვიღაცის გვერდითო იქ არის თეოზე კარტი რა გაშვილი. შუაში ხარ საერთოდ? ანუ აი ეს ამ სახლის იქით მე ცხოვრება არა მაქვს, თქვენ გონია? ეტყობა ჭამაზე მიიღო ქეთიმ თავის თავზე რაღაცა. რატომღაც ყველა ფრაზა რომელსაც მე გავაჟღერებ, ყველამ უნდა რაღაცა თავის თავზე მიიკეროს და მე რაღაცა დაჩაგრულის როლი ითამაშოს. ვინც ცოტა საღად აზროვნებს, ყველა მიხვდება რომ ჩემზეა. როგორ არ ყოფნის კაცობა გიორგი რომ პირდაპირ მითხრა. ქეთი რა გინდა? საღალ. ქეთი. მაგარია, აი ეგ მინდა და ზუსტად რო ეკნა. ხო კარგად ხარ, რა გინდა? ძალიან კარგად ვარ. ა რატო მოხვედი ეხა ვერ გავიგე. გიორგი. ანუ ეხა მიყვარ ხარ. ანუ რატო მოხვედი? გიჟდები შენზე. ეხა რატო მოხვედი? მე არ კარგი. ანუ რამე გინდოდა ეხლა? ანუ შოუ გინდოდა? ო შოუ არ მინდოდა გკითხე. კაკრას აი ეგ მინდა და ზუსტად. იმის გამო რომ არ მინდა რომ პროექტი დავტოვო მე ვერ ვაკეთებ იმას რისი გაკეთებაც მინდა და რასაც გავაკეთებდი სხვა ადგილას მაგრამ პროექტი სამი თვეა მხოლოდ ამასაც დავამატებდი ვერაფერ კომენტარს ვერ გავაკეთებ და ვერ ვიგებ საერთოდ რაზეა საუბარი პატრიკმა ის რა ქვია თავის მეგობრს ჩემზე გააშლევინა ტარო და ჯადო მაქვს ანი მეორე სერია მოდი ვიბრიდები არა როწებო მოდი ხავი ამას უსმინე მოусმინე ამას მიგზავნე მეცა უყურე ამის სახით ის რა ქვია მართლა ჩემზე ჯადოებს აკეთებენ სახლში დაიწყეს ახალი ტაქტიკა, მივცელებენ სხვადასხვა ჭორებს, რომ თურმე მე და ანანუ ჯადოებს ვაკეთებთ. რა ჯადო? რევს ლაპარაკობთ. რომელიც საუკუნეა, ბნელა, რა ჯადო?
ეს ანიც ზოდუა, ეს ბავშვი ზოდუა. ყველაფერს აბრალებენ ამ გოგოს. უკვე ყველაფერს აბრალებენ. შემეშვით, ჩემი დედავალი და შემეშვით, ან ნახე, ჩემ ზურგს უკან გა, ანუ ჩემი გამომწერები. იმ ხალხს რა პასუხი გაუწევთ? დამირეკა ჩემმა შეყვარებულმა და მეუბნება, რომ ისევ განხილვის თემაშია. ისევ არ ჩერდებიან, ისევ ლაპარაკობენ, ისევ სისინებენ. და ის ვიღაცა მწოლიარე ქალი, რომელიც მთელი 3-2 თვეა თუ რაღაცა მწოლიარე მდგომარეობაში რო იყო და ეხლა რო დარბის, ვითომ და ვიდეოებს რო უჩვენებს, ყველა პროვოკატორი როა მთავარი თურმე. ქალი არ ვარ, გოგო ვარ. ყველასთან თან. გოგო ვარ. ვიხედები აიმნიდან და მესმის გიორგის ჭორაობა ტელეფონზე და განხილვის თემა ვარ მე. მე და ისევ მე, როგორც ყოველთვის. შეხ, ჭორიკანა, ჭორბიურო. კაცი რომ ამდენს იკადრებ. თვალი ჩამიკარი გიორგი. გამომხედე გიორგი. აივანზე ვდგავარ და თავი საოცრებაო, მოვიდა. ჯულიეტას მოაკითხა თავისმა რომეო. მოვიდა სახლთან ახლოს, იმ ადგილას, სადაც ძირითადად ჩვენი გულშემატკივრები მოდიან ხოლმე. რავი შენ? ბიჭო, სუმაიც აქ მახსენებენ და აგერ ვარ და რა პრობლემაა? სუმე მახსენებენ და აგერ ვარ, ბიჭო, აგერ რა პრობლემაა? პროექტში ვართ 10 მონაწილე და პლუს ჩემი შეყვარებული, რომელიც ფიზიკურად აქ არ არის, მაგრამ ყოველთვის აქ არის. სულ განხილვის თემა. მომიტანეთ ერთი ვიდეო მაინც, სადაც ვახსენებ მე წუპაკას იმ ამბის შემდეგ. გიორგი, ადექი კოალიციის მეთაური მოვიდა, გიორგი. მე შტაბეჭდება მრჩება, რომ სალომეს და მის შეყვარებულს, არა ოჯახის წევრს, წუპაკას უნდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და დღესაც მისი შეყვარებული მოვიდა კედელს იქით, ღობის იქით. სუხსანებაში ხარ, იცი ყოველ წამს, ყოველ დღე. ხო? ასე და ნაძვი. გვაქვს ადგილი. აღანთ ის რა ქვია, სტატუსი შემირჩიეს, მე არ შემირჩევია. ამოდის მზე. ვოკალური მონაცემები არ შეიმჩნიო ზოგადად ჩვენ სახლში ჭირს ვოკალური მონაცემები, მაგრამ უკეთეს რეპერტუარსაც სხვა დროს შემოგთავაზებთ. სამშობლო ყველა ერთად. გჯეროდეს. ეხა უკვე როცა პირადად მომადგა და პირადად დაიწყო ეგეთი, ანუ ეს არის კულტურულად როგორ მივაყენოთ ადამიანის შეურაცხყოფა. არც ერთ წეს არ ვარღვევს, სახელებს არ ახსენებს. გაივლის და ვითომ თავისთვის ამბობს რაღაცას და რეალურად ხო ვიცით ეგრე არ არის. სიმღერებს მღერის, რომელშიც ფრაზებია, რომ პირდაპირ გველაპარაკება. იმენა შოკირებული ვიყავი. ეს ბანანები ვაფშე უმისამართად ვისროლე, აი ვაფშე, აი ესე ვყარე, კი ხედავთ, რავი, ვიდეოში ნახეთ. ბანანი ვის ესროლე? შენ. რატო? იმიტომ. ვაიმე, სულ რომ გესროლა რა. და აი გადასროლის დროს მის დედაც რა გადავაყოლე ფრაზა, ანუ სიტუაციის. ანუ რამდენად ბანძირო ეჟახარი, кайფე რომ სხვა რამე თუ ვერ მაშინებ და აუთსაიდერებში ვცდომით მაშინ. აქსის ჰაუსთან რა. კიდე ტელეფონზე, სულ ტელეფონზე ხდება ბაზარი. ტელეფონზე ლაპარაკობს და ისაო. არაო, ამათო ის რა ქვიაო. როგორც ჩანსო, ეგრეო არ ჭრისო. და ისაო, კადრს მიღმა, მივხედავ სათითაოდ. ფეხები არ მომჭამოს ძირში. აგერ უიძახი და აგერ ლაივი თუ გაუგზავნეთ კიდე. ამას მე. შეგიძლიათ ამოჭრათ და გაუგზავნოთ. ფეხები არ მომჭამო ძირში. მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ საჭიროა ხალხი კარგად დაფიქრდეს რაღაცებს. მე თეოსთან მომიდები, თეოს წავიყვან ჩემთან აქ კარგად მოვალ მე. ეს გვიმოხება. რა შემოყვები აქ და რას თქვი? რა. ჯერსეთ მოვთქვი თეოს წავანა, ეგეთი ადვილი არ არის აქ. ხალხი ვარ. ღამე თეო ერთ დღეს აივანზე რო დაიძინებს, ხო მე მიხვდებით რა შეერის აქვე. ხალიჩაში გახვეულს წავიყვან თეოს. აღარც მეკითხები ალი გინდა, არ გინდა. ვინ კითხავს? მე რომ მინდა, ესე იგი შენც გინდა. ხოლმე გრილი ხარ. შენთვის გავგრილდი. შენთვის ცივის გავხდები, სადაც ხედი, შენ просто მოინდოდი.
წავედი. გაკოცეთ. მედი. ამ ცხოვრებამ ვერ დამიგო ფიანადაზები. ამინუჰარ მოდი ნუ გაბრაზდები.